შემზარავი ამბავი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა, არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია როგავების ოჯახის 3 წევრი, 60 წლამდე მოქალაქეები. ამ წუთებში საცხოვრებელ სახლში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ექსპერტ-კრიმინალისტები ახლა სწორედ იმ საცხოვრებელ სახლში იმყოფებიან, სადაც მეზობელმა როგავების ოჯახის 3 წევრი გარდაცვლილი იპოვა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილები არიან დები, 60 წლამდე მოქალაქეები, როგორც პირველებს გვაქვს ინფორმაცია და ადგილობრივები ჩვენ გვიყვებიან, გაუსაძლისი სუნი იყო სოფელში, რის შემდეგაც ადგილობრივები შევიდნენ სწორედ როგავების საცხოვრებელ სახლში და შემზარავი სურათი დახვდათ. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა დების გარდაცვალების მიზეზი, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით ეს არის კვებითი ინტოქსიკაცია, თუმცა რა თქმა უნდა გამოძიების მიმდინარეობისას უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი თუ რა გახდა შემზარავი შემთხვევის მიზეზი. როგორც გითხარით, ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც 60 წლამდე დების ცხედრები იპოვეს მეზობლებმა, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, 3 დღის განმავლობაში დები ქუჩაში არ გამოსულა, სწორედ ამის შემდგომ მეზობლებმა გაუსაძლისი სუნი იგრძნეს და ამის შემდგომ ერთ-ერთი მეზობელი შევიდა როგავების სახლში და იქ მძიმე სურათი დახვდა. სწორედ ამის შემდგომ გამოიძახეს ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ისინი ამ წუთებშიც შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. არსებული ინფორმაციით ცხედრები უკვე გადასვენებულია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა გახდა მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზი. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ სოფლის წარმომადგენლებს, რომლებიც გვიდასტურებენ იმას, რომ ნამდვილად საცხოვრებელ სახლში მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს. ისინი ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებებს ვერ აკეთებენ, რადგან შეუძლებელია დადგენა ამ ეტაპზე თუ რა გახდა დების გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ისინი საუბრობენ, რომ სავარაუდოდ 60 წლამდე მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზი არის კვებითი ინტოქსიკაცია. გარდაცვლილია 3 პიროვნება. რითია გარდაცვლილი, ახლა ამას ექსპერტიზა დაადგენს, თორემ მე ამას ხო ვერ გეტყვი. ესენი დები იყვნენ ბატონლადო? კი, დები იყვნენ. რამდენი წლისებიან მარტო ცხოვრობდნენ? ხო, 3 დები მარტო ცხოვრობდნენ, კი, გაუთხოვარი გოგოებია 3. აი, როგორ აღმოაჩინეს ეს ცხედრები, ვინ იყო? სუნი იზნო მეზობელმა, სუნი. ჭიშკართან იზნო სუნი. ანუ რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ არ გამოჩენილან ეს ადამიანები? ხო, კი ბატონო. დაახლოებით რამდენი დღე არ ჩანდნენ? დაახლოებით ალბათ 1-4 დღე. და ის რაღაც საკვებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება კვებითი ინტოქსიკაცია იყოს, და ამ ვერსიას განიხილავენ მან? ახლა ექსპერტიზას აღებულია ყველაფერი, საჭმელის, წყალის ყველაფერი და ახლა ექსპერტიზის პასუხებს თუ დავედებით, ისინი უკეთ იტყვიან, თორემ მე ხო ვერ გეტყვით ამას. სახლში რა ხდებოდა? ხო არ იცით, რომ პოლიცია რო შევიდა, რაღაცა გულის რევის კვალი იყო იქო და ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? მე რომ მივედი, მაშინ ექსპერტიზა უკვე მოსული იყო. მე მივედი სადღაც 3-ის ნახევარზე ღამე. ხო და ხომ არ გაგიგია ჩემთხოვით, აი გულის რევის კვალი იყო სახლშიო და რამე ხო არ იცით, თქვენ ხო არ უთქვამთ თქვენთვის? ნუ შეიძლება მე ვერ შევსულარ, ისეთი სუნი იყო იქ, რომ ახლოსაც ვერ მივედი და რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ არ იცით არაფერი? რა ინფორმაციას არ ფლობთ, მარტო ვიცი, რომ იპოვეს გარდაცვლილები, მეტი არაფერი არ ვიცი. როდის იპოვეს, ხო ვერ გვეტყვით? ვერაფერს და დღეს დილით გავიგე მე, როგორც სხვა მოსახლეობამ, ისე გავიგე მეც. კი, თქვენი სოფლიდან შორს არის ეს სოფელი, ან რომელ სოფელში მოხდა ეგ დაგვიდა სწორედ? გვერდითი სოფელია, გვერდითი ყულიშკარი. ყულიშკარში მოხდა ნამდვილად. ხო, დაახლოებით ასაკი ყულიშკარში ცხოვრობენ ისინი და ოჯახში მოხდა, ოჯახში მეზობლებმა იპოვეს თუ რაღაცა სუნი, თუ რაღაცა იყო ძალიან საშინელი მდგომარეობა რა ვიცი. კი, ბატონო ვაშა, დაახლოებით ასაკი ხომ არ იცით ამ ადამიანების, ვინც არიან გარდაცვლილები? ასაკი 60-ზე ზემოთ არიან ჩემი აზრით. დები არიან, ხო? როგორ? დები არიან, ხო? 3. დები. კი, ბატონო. დები. ნაირა, დალი და ლორიტა როგავები. სწორედ ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც ცხედრებიც მეზობლებმა რამდენიმე საათის წინ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ახლა თუ რა გახდა 60 წლამდე მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზი, თუმცა არაოფიციალური ინფორმაცია იქამდე სანამ ექსპერტიზა დასკვნას დადებს გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, რაზეც მეზობლები და სოფლის გამგებელი საუბრობს, ეს არის კვებითი ინტოქსიკაცია, სწორედ ამას უკავშირებენ ისინი დების გარდაცვალების ფაქტს.